სახელმწიფოს უნდა კონდეს კაფიო ხედვა, რა არის მისთვის პრიორიტეტი. ჩემი აზრით, ნორმალური სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს სამი რაღაცა. პირველი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. მეორე, ცხადია, მისი უსაფრთხოება, რამდენად სტაბილური მდგომარეობა ქვეყნის შიგნით და მესამე საკითხი უნდა იყოს, დემოგრაფიული მოცემულობა. ის ქვეყანა, რომელი ხალხით არის დასახლებული, ანუ ვინ ცხოვრობს მაგ ქვეყანაში, რომელი ერია დომინანტი, რომელი ერის კულტურული თუ სხვა სტატუსი დომინირებს. ამ სამ რაღაცას, ამ სამ ფუნდამენტურ საკითხს რაღაცა გადაწყვეტილება თუ საფრთხეს უქმნის, ესე იგი არ ვარგა. რაც არ უნდა იყოს იქ მე ბენეფიტად, ეკონომიკური მაჩვენებელი იქნება თუ რაღაც. აი ამ სამ ჩამონათვალს მე რაც თქვი, ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ქვეყნის უსაფრთხოება და დემოგრაფიული მაჩვენებელი. ამ სამ სიკეთეს, ამ სამ სტრატეგიულ დარგს თუ საფრთხეს უქმნის რაღაცა გადაწყვეტილება, მოდი აი რაღაცა ინვესტიცია შემოვიტანოთ, ესე იგი არ ვარგა. არ გჭირდება ეგ ინვესტიცია შენ. გრძელვადიან პერსპექტივაში მეტის დათმობა მოგიწევს მაგ პრობლემის გადასაჭრელად.